მოგესალმებით. ამჟამად შევეხები ქართველი ერის იმ მეტად მნიშვნელოვან მისიას, რომლის შესრულების აუცილებლობის წინაშეც უკვე დგას მდგომარეობა. ასე თუ ისე, ამ მისიის შესახებ რაღაც ინფორმაციის ფლობას კი აქვს ადგილი ერთეულთა შორის. მაგრამ როგორც ეს ნებისმიერი სიახლის შემოსვლას ახლავს თან, ამ შემთხვევაშიც ასეა და მის შესახებ ტყუილ მართალიც ერთმანეთშია არეული. ამიტომაც ადგილი აქვს კიდეც კამათსა და დავას. მაგრამ დრო არ ითმეს და ყოველი დაგვიანებული დღის შედეგით საბედისწერო განაჩენად ევლინება მსოფლიოს. სად ერთი მუჭა ქართველები და სად მრავალრიცხოვანი მსოფლიო? როგორ შეიძლება მათი ისე რიგად დაკავშირება, რომ მსოფლიოს ბედის განგება ქართველთა მისია იყოს? ცხადია, ამის დაჯერება არ იქნება მარტივი, არსებული იმ ცოდნის მარაგიდან გამომდინარე, რასაც კაცობრიობა ფლობს. მაგრამ სინამდვილე ერთია და არის ის, რასაც გაცნობებთ. ხოლო მისი აღარ მიღება კი უკვე იმ შედეგებს ვეღარ დადებს, რომ ვინმეს თავი არ შეაცნობიოს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველები კი ღმერთის რჩეული ერი ვართო. ამას ამბობს ყველა თუ არა ყოველი მეორე ქართველი მაინც, მაგრამ სამწუხარო კი ის არის, რომ ამას განსადიდებლად და საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად იმეორებენ და არც არავინ ფიქრობს იმის გაგებასა და შესრულებას, რაც ასეთ ერს აკისრია. ამიტომაც არის, რომ ამ ერის ისტორია მათთვის ღვთის რისხვის განაჩენის აღსრულების ფაქტებით აღწერით არის აკინძული. ხოლო აქამდე რომ მოაღწია, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ყოველ ეპოქისეულად იბადებოდნენ მასში ის ერთეული გონიერნი, რომელთა ცხოვრებისეული მოღვაწეობაც უნარჩუნებდა ქართველ გენს არსებობას. აი ამგვარად მოაღწია საქართველომ და ქართველებმა იმ დრომდე, რომელიც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს წარმოადგენს და ახლა კი უკვე დადგა მომენტი, როცა არა მხოლოდ ერთეულებმა, არამედ მთელმა ერმა უნდა შეიცნოს და შეასრულოს ის მისია, რაც მათ აქვს გენეტიკურად დაკისრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება? რადა ის, რომ წინააღმდეგი შემთხვევა ვეღარ იარსებებს. რადგან მაშინ ადგილი ექნება უშუალოდ ღმერთთან დაპირისპირებას. მასთან, ვისაც შეუძლია არა დღეებში, არამედ წამებსა და წუთებში შეცვალოს არსებული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მომცველობის მასშტაბით. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და მოსმენას იმისას, თუ როგორ თვისებებს უნდა ფლობდეს ის პიროვნებები, ვინაც ღვთიური გენის წარმომადგენლები არიან. უპირველეს ყოვლისა, რითაც მათი გამოცნობა არის შესაძლებელი, არის ის, რომ ისინი უანგარონი და გონება-გამჭრიახნი არიან. შემდეგ მოსდევს ეს თვისებები: სინდისიერება და პატიოსნება, ერთგულება და თავდამპლობა, სიმშვიდე და სიმამაცე, სიმართლის მოყვარეობა და სამართლიანობა, კეთილსიტყვაობა და, რაც მთავარია, ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვით ცხოვრება. აბა მიმოიხედეთ გარშემო. ასეც ხედავთ ვინმეს? ასე მგონია, რომ ვერავის. რადგან თუ კი ვინმე ტკბილად საუბრობს და რაღაც სიკეთესაც აკეთებს, ამას საფუძვლად აუცილებლად ანგარება უდევს, ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ან და თავის გამოჩენის მხრივ, რათა ავტორიტეტი მოიპოვოს და შემდეგ უფრო ადვილი იყოს მისთვის სხვების ცდუნება. თავისუფლად შეგიძლიათ მათი მხილება ასეთი გზით. საკმარისია მათი აზრის საწინააღმდეგო რაიმე თქვათ და უმალ რისხვით აღივსებიან და ბოღმას გადმოყრიან, ან შენიღული სიტყვებით და ან და პირდაპირაც. რაც შეუძლებელია რომ მოხდეს კეთილ პიროვნებაში. რასაც ამჟამად ქართველები ავლენენ, ეს თვისებებია: შური, ბოღმა, ლანძღვა, წყევლა, ამპარტავნება, ღალატი, დაუნდობლობა, სიცრუე, უსამართლობა და მეც აღარ გავაგრძელებ იმ სუბოროტებს, რასაც სჩადიან. მხოლოდ დავძენ იმას, რომ იმდენად მომძლავრებულია მათში ბოროტება, რომ ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებსაც კი სასიკვდილოდ იმედებენ. ალბათ იტყვით, ეს ყველგან ხდებაო. კი დღეს ბოლო ჟამში ვარ და ასეთი ფაქტები მთელი მსოფლიო დონეზე ხდება. თუმცა არა იმ მასშტაბითა და სიხშირით, რაც საქართველოში. თანაც ამის ცოდნაც აუცილებელია მოგაწოდოთ, რომ როცა ასე გაიძახიან ღვთის რჩეული ერი ვართო და იმის საწინააღმდეგო თვისებებსა და ქცევებს ავლენენ, რაც ამ ერს მოეთხოვება, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე იმ შემთხვევაში თავი ღვთის რჩეულად რომ არ გამოეცხადებინათ. ამიტომაც ის სასჯელები, რასაც ახლა იღებს ქართველი ხალხი, ჯერ ძალზედ მცირედია იმასთან შედარებით, რაც ძალიან მალე შევა აღსრულებაში და განკუთვნილია სწორედ საიმისოდ, რაზეც ახლა მოგახსენეთ. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და გათვალისწინებას იმისას, რასაც გაცნობებთ.
რა თქმა უნდა, ეს ეხება იმათ, ვისშიაც ნამდვილად ქრისტეს გენია და არა ყველა ქართველს. რადგან საკაცობრიო გენეტიკა, რომელიც სულისმიერი გზით სრულდება, გენებს ისე არ განასხვავებს, როგორც ამას ადამიანები ასხვავებენ და ერთს უწოდებენ. როგორც ბიბლია ამბობს, ღვთიური, ანუ ქრისტეს გენი გადანაწილებულია 12 ერში, ხოლო რაც შეეხება ქართველ ერს, მათ უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით იმით, რომ საუბრობენ და ფიქრობენ იმენით, რომლითაც შესაძლოა გამოცნობა იმ ნამდვილი სახელებისა, რომლებიც აღნიშნავენ ამ სამყაროში არსებული ყველაფრის და ყოველივეს ნამდვილ წოდებებს. ანუ, უფრო სხვაგვარად რომ თქვა, მხოლოდ ქართული ენის საშუალებით არის შესაძლებელი სულის გონების ჩანაწერების გაშიფრვა. აი სწორედ ამიტომაც უწოდებდა ერის ღირსეული წინაპრები მას ღმერთების ენას, რაც მისახვედს ხდის იმას, რომ ამ ენაზე ისაუბრებს და იფიქრებს ყველა ის პიროვნება, ვისშიაც ქრისტეს გენი იმძლავრებს. რასაც საფუძველი დაუდო იმ დაფარული ჭეშმარიტების მხილებამ, საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოდ რომ იყო. როგორადაც ამას ფაქტები ადასტურებენ კიდეც, ეს პროცესი უკვე დაიწყო და მისი ფინალი კი ისეთი იქნება, რასაც ახლა ვერც კი ვერავინ წარმოიდგენს. ალბათ უკვე მისახვედრია, რა ევალება ქართველთა იმ კატეგორიას, რომლებიც აუცილებლად იგრძნობენ იმას, თუ მათში ეს გენია. რის ამოცნობაშიც დახმარების გაწევა შეუძლია მხილებულ ჭეშმარიტებასთან ზიარებას, რომელიც ცხადდება უფალია ჩვენი სიმართლის სახელწოდებით ვებ გვერდზე messia.com. მასში წარმოდგენილი ცოდნის შეცნობა სიმართლის ძალას მისცემს მოქმედების საშუალებას და გამოვლინდება სათანადო ძვრების გამოწვევაში, მიძინებული გონების გამოსახვეწებლად. ასევე ისიც მისახვედრია, რომ ამის გაკეთებას ჯერ ვერ შესძლებენ ისინი, ვინც კი არიან ქრისტეს გენის წარმომადგენლები, მაგრამ ქართულად ვერ მეტყველებენ. ამიტომ ახლა ეს როლი ქართულ ენაზე მოსაუბრებმა უნდა შეასრულონ და მსოფლიო მოსახლეობას სრულმასშტაბიანი წარღვნა ააცილონ. თუმცა ალაგ-ალაგ წარღვნისეული მოვლენების განვითარებას მაინც ექნება ადგილი, იმიტომ რომ მისი განაჩენი უკვე აღსრულებაშია შესული. მას შესაბამე ქართულ ენაზე მოსაუბრე ღვთიური გენის მქონე პიროვნებებს უკვე დაუდგათ დრო იმ მისიური როლის შესრულებისა, რაზეც დგას მსოფლიოს ყოფნა არ ყოფნის ბედი. მე კი დავძენ იმას, რომ მიიღეთ ეს ძალიან სერიოზულ განცხადებად, რადგან მდგომარეობა მეტად საგანგაშოა და ისიც გაითვალისწინეთ, რომ აღსრულების მომენტის დადგომის წინაწამსაც კი ვერ იგებს ადამიანი და ვერც მოსალოდნელი სტიქიის შედეგებს წინა დღეს. ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადავალ პირდაპირ საქმეზე. რა უნდა გააკეთოთ უპირველეს ყოვლისა? ეს არის ის, რაც უკვე არაერთხელ მithქვამს. წიგ ბედისწერის კანონმდებლობაში წარმოდგენილი კანონების ხელმძღვანელობით მონანიება იმ ცოდვებისა, რის შესახებაც აქამდე არც კი იცოდით, რომ ცოდვა იყო და იმისიც, რაც შიგნებით ჩაიდინეთ. როცა ამ გზას გაუყვებით, ის გონებას გამოღვიძებას მოახდენს. უფრო სწორი იქნება თუ ასე ვეთქვი, აზროვნებას წაიყვანს გონებისაკენ და როცა იმ დონეზე მოხდება ესვლა, რომ მათი კავშირი აღსდგება, დანარჩენს უკვე თავად მიხვდებით. რადგან უკვე გონება იქნება თქვენი გზამკვლევი. ამიტომაც ერთმანეთსაც იპოვით და როცა კავშირი შედგება, დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ. ახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რომ რაც გაცნობეთ, ეს დაუყოვნებლივ გასაკეთებელი საქმეა, რადგან დრო არ ითმეს და ყოველ წუთსა და წამსაც უკვე ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მინიჭებული.